აუ ამაზე ბოზის ყვაურდა ეხა ნახე რა რეჩი მოვარდა იმენას ფიჩი იქნება what the fuck ვაშე შენ და მოიცადე ასუს რაფიეს მშრაგვარ ხარი მე ხა ბაჭვარებს ხოთში ვიდი ვაშე შენ ხარ დამფუძნებელი ამ კომპანიაში არა თავიდან ბევრი ლაპარაკი იყო 1-2-3 თქვი ვაშე შენ ხარ დამფუძნებელი ამ ნუ წაიგრე ნუ აყოლე მე ვერ მოვჭრი ნორმალურად შეთვის დაითვალე და დაიწყე შენ ხარ დამფუძნებელი ამ კომპანიის და როგორ ფიქრობ როგორი მართვის სტილი ჯობია აქტიური ლიდერი როდესაც ხარ თუ აი ოთახში ეკეთები ფოსი ისეთ როგორ არის ამ გარდა ემოციისა მე მინდა ერთი ორი სიტყვა თქვა ზოგადად რა პრობლემებია ან მუშაობის სტილში ნებისმიერ კომპანიაში ავიღოთ მაგალითად დიზაინერი რომელიც ხატავს საიტს ანუ შემკვეთი ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში იქნება დირექტორი დამფუძნებელი თუ რა მნიშვნელობა აქვს მას აძლევს დავალებას რომ და ესეც საიტი დათანეინდობა იმიტომ რომ პროფესიონალია ამ დროს გვერდზე უждდება და უკირკიტებს ასე ვთქვათ ამ ადამიანს რომელიც არის თავის საქმის პროფესიონალი და საბოლოო ჯამში გამოდის ისე რომ კომუნიკაციის ნაკლებობა და ბოლოს გამოდის რომ ანუ ძალიან ცუდი შედეგით თავდება ხოლმე ესეთი ურთიერთობები იმიტომ რომ სხვადასხვანაირად ხედავენ ეს ადამიანები რაღაცა კონკრეტულ ობიექტს. ანუ ჩვენ შემთხვევაში ისეთ როგორ არის მეორე სტილი კიდევ, როდესაც ადამიანები რაღაცას მენეჯერი კარგად ვერ აკონტროლებს, როგორ გამოხატავს ამას, ანუ რაში გამოიხატება. ერთი, სხვის შესრულებულ დავალებას ასრულებს თვითონ, აკეთებს, ან აუცილებლად როდესაც რაღაც დავალებას აძლევს, მე იმას გადაამოწმებს, ანუ გადამოწმება კარგია, ძალიან კარგია, მაგრამ ანუ როდესაც შენ თანამშრომელს რაღაცა თასის აზრად დავალებას აძლევ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ის ისე შეაცვლებს, რომ ამას აღარ ჭირდება მე შენი ჩარევა. ანუ ჩვენთან ესეა, მე პირველ რიგში ანუ ვიხმარ ძალიან სუსტყავს ყველაფერში კი. ადამიანი, რომელიც ანუ ყველას ეხმარება, ცდილობს კადრები გაზარდოს, დააწინაუროს, ოღონდ დააწინაუროს არა რაღაც სამსახურში, იმიტომ რომ აქ ყველა დირექტორია, ყველა გაყიდვების მენეჯერია, ერთადერთი ვისაც ავეხებით, ეს არის დიზაინერი და პროგრამისტი, იმიტომ რომ მათ აქვს თავისი საქმე. ან დანარჩენი ყველას ვასწავლებ, ყველას ვუსწრებ. მე ოთახში შევიდე და დავუშვე ბოსივით, ასე ვთქვათ და გავიცე განკარგულებები არ გამოვა. იმიტომ არ გამოვა, რომ კადრები პირველ რიგში მაგალითს იღებენ ჩემგან. მე მოვდივარ აქ პირველი. შენ თუ გყავს ვინმე სამაგალითო პერსონა კუმი რომელიც სტივ ჯობსია. იცით როგორ ეს კითხვა ხიდან დასვი რა ეკითხო შენ თუ გყავს ვინმე სამაგალითო პერსონა კუმირი ვიღაც ვის მაგალითი როგორ არის ანუ იდეაში რაღაცები მეც მაქვს ხა ვიღაცებისგან მასწავლი რაღაც კიდევ ათვისებული მაქვს მაგრამ ერთი კონკრეტული პერსონა რო ავიღოთ ეგრე არ მომწონს არავინ იმიტომ რომ რაღაცა დიდი მინუსები ჰქონდათ თავიანთ კარიერულ წინსვლაში რა თქმა უნდა ეს მინუსები მეც მქონდა ანუ რაღაც მსგავსი მინუსები და ანუ იგივე სტივ ჯობსზე რო ავიღოთ მაგალითად ძალიან ადამიანი ლეგენდა რომელმაც შექმნა მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბრენდი მაგრამ ის რაღაცა ჰქონდა მას ძალიან დიდი ჩავარდნები აქედან გამომდინარე ის იდეალური არ იყო დღევანდელი ლაშა ლომიშვილი არჩევას მიცემდა იმას ვინც თავში მოუვიდა იდეის დონეზე მაინც ბიზნეს ერთი წამი ახლიდან თქვა აი კარგი ამის მერე მოძრაობა სტივ ჯობს არ ჩავარდნები შეში ხო ტიპი რა ჩავარდა ხოდა და თავისი კომპანიიდან გააგდეს მე სტივ ჯობსში ჩავარდნა არ მენეჯმენტი შეიცვალა და მაგრამ ვერ მიაქცია კარგად ყურადღება რა ყურადღება და მე დააბრუნეს ისევ და გამოვიდონა აიპოდი გამოუწვდი და ხო მაგრამ ჩაიჯვე სანდრო აი ამ შეკითხვას გონი ამის მერე რა სტივ ჯობსზე